მეგობრებო, სამ პოდკასტს დავიწყებ, მინდა ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გითხრათ, რომ ჩვენს არხს ვინც უყურებს, იმის 94%-ს არ აქვს გამოწერილი ჩვენი არხი. სწორედ ამიტომ თხოვნა მაქვს, რომ აუცილებლად ჩახვიდეთ, გამოიწეროთ არხი, რათა კიდევ უფრო საინტერესო სტუმრები შემოგთავაზოთ და კიდევ უფრო გავითარდეს ჩვენი არხი. ბევრი აქტივია, ისეთი როგორიც იზრდება 200-300%-ით, მაგრამ ადამიანები ელოდებიან 1000%-ზე ავა და ასე შემდეგ და ლაშა შელია, კრიპტო ინვესტორი და ტრეიდერი. როგორ უნდა დავიცვა, ხო, ჩემი კრიპტოვალუტა? მობილურს დაადებ და ამით ამ საფულეზე გაქვს უკვე წდომა. დაახლოებით 8%-ს აქვს წარმოადგენა საერთოდ კრიპტოზე. კიდე ახალი საბადო, დიდი საბადო აღმოაჩინეს ოქროს. ანუ ხასიც შეიძლება დაეცეს. იმდენი ოქრო აღმოაჩინა, რომ უკვე ოქროს აღარ ქონდეს იზღირებულება და ბიტკოინის შემთხვევაში ის რაოდენობა იქნება, რომელიც წინასწარ განსაზღვრულია. ჩვენ ახლა გვაქვს ინფლაციური ვალუტა, ჩვენი ეროვნული და ზოგადად ყველას, ვისაც აქვს ევროც, დოლარიც და ასე შემდეგ. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, რამდენსაც უნდათ იმდენს ბეჭდავენ და ამას ცვლის სწორედ კრიპტო. ამიტომ უნდა შევცვალოთ ბანკები. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩვენი პოდკასტის მესამე ეპიზოდი და დღეს ჩვენი თემა არის კრიპტოვალუტა, ტრეიდინგი და საერთოდ ეს თემატიკა და ჩვენი სტუმარი არის ლაშა შელია. როგორ ახარ ლაშა? მადლობა რომ ისტუმრე. მადლობა პირიქით. მოწევს. მოკლედ რა ხდება ახლა კრიპტო სამყაროში? სიგიჟეებია და ვფიქრობ რაღაცა ცოტა რომ გაგვარკვიო რაღაცეები, შეგვასწავლო რაღაც საინტერესო კითხვები მომამზადე რა და კი, მაგარი ამბები ხდება. რომ გავიაროთ რა. მოკლედ ანუ დასაწყისისთვის მინდა რომ ზოგადად შენ შესახებ რომ მითხრა, როდის დაიწყე კრიპტო მიმართულებით, როდის დაინტერესდი, რატო და რა იყო შენი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში, რომ შემოხვედი ასე რომ ვთქვათ. ძალიან უცნაურად ამ პირველი შეხება იყო ძალიან ზედაპირული. რაღაც ბავშვი ვიყავი ძალიან და რუსთავიერში გავიგე რაღაც ელექტრონული ფული შეიქმნა დილის გადაცემით 2011-12 იყო და იაპონელებმა შექმნეს რომ რაღაც ელექტრონული ფული ასე იყო მეში განცხადებაში და დამაინტერესა და ჩარჩა გონებაში და მე რამდენიმე წლის შემდეგ დაახლოებით 15 წლის როცა ვიყავი რაღაც რეფერალური პროგრამა იყო სადაც რეფერალებს იწვევდი და კრიპტოს გაძლევდნენ $50 და იქიდან დავიწყე რაღაც ინტერესი ზედაპირულად ძალიან მარტივი ფული შოვნის კუთხით მარტო შევხედე მაშინ და მე ნელ-ნელა უკვე განვითარდა და 2020-ში უკვე მაგრამ იმად ჩავერთე აქტიურად. ანუ ერთი პერიოდი დეში მეც ვიყავი მაგ პერიოდში, რო თქვი, მეც რაღაცა ეგრე გავიგე, პირველად ჩემი ნაბიჯებიც ეგეთი იყო, რომ რაღაც რეფერალური სისტემით რო იწევდი მეგობრებს რაღაცა და რაღაც გერიცხებოდა რა. კი. და ეხა ამდენი წელი რაც კრიპტოში ხარ და რასაც აკვირდებოდი რა, რო შეხედო ეხა მთლიანად და რომ მითხრა შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი რა იყო მაინც ამ კრიპტო სამყაროში? ყველაზე მთავარი რაც არის, ანუ კრიპტოში როცა ხარ, მოთმინება უნდა შეგეძლოს. მე თავიდან როცა არ ვიცოდი იმდენად სფერო 18-20 წლებში ვყიდულობდი რაღაც აქტივს და სხვა იზრდებოდა და სხვაზე ვცვლიდი. ანუ ეგ იყო ძალიან ცუდი და მე ეს იზრდებოდა და ვერაზრს ვერ დავიჭირე ის აქტივი რომელიც იმ დროს იზრდებოდა და ეგ არის ყველაზე დიდი ისა რომ მოთმინება უნდა შეგეძლოს და პლუს სიხარბეს ისა შეგრძნება სიხარბე არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ როგორ არის იცი, ბევრი აქტივია ისეთი როგორიც იზრდება 200-300%-ით, მაგრამ ადამიანები ელოდებიან კიდევ უფრო მეტად გაიზრდება რომ 1000%-ზე ავა და ასე შემდეგ და მოკლედ ეგ იმის შეგრძნებაც უნდა გქონდეს, როდის გაჩერდე და როდის დაუშვათ გაყიდო შენი აქტივი, ანუ მაგ კუთხით თუ ტრეიდინგის და ვაჭრობის კუთხით განვიხილავთ, ეგ არის ორი მთავარი რამ, მოთმინება ინვესტიციის კუთხით და ვაჭრობის კუთხით ეს დაპროფიტება, როგორცაც კრიპტოში ეძახიან. როგორ უნდა მივხვდე, რა დროს უნდა გავყიდო? ანუ ხო თქვი რომ ძალიან არ ამიტაცოს იმან რომ 1000%-ზე და რაღაც, როგორ მივხვდე რომ ჩემი ლიმიტი შესრულდა? ხო, შენი ლიმიტი ზუსტად როგორც ახსენე, შენი ლიმიტი უნდა იცოდე რა. უშუალოდ გაქვს $200 ან $500 და $1000 როცა შენი დაუშვათ თარგეტი უნდა დააწესო თავიდან, თუ გაქვს $1000, იმ $1000-ზე უნდა გაყიდო. ანუ შენი წინასწარ განსაზღვრული გეგმა არ უნდა შეცვალო, როდესაც ვაჭრობის შემთხვევაში აკეთებ. და როცა ინვესტირების შემთხვევაშიც იგივე რაღაც პერიოდი შეიძლება გქონდეს გათვლი, რომ 1 წელი შეინახო ან რაღაც მსგავსი და დაელოდო ეს პერიოდი, ნახო რა მოგებაზე გავა და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება რაღაც მსგავსი მიდგომა უფრო ამართლებს დაუშვათ ისეთ ადამიანებში, რომელსაც დიდი გამოცდილება არ აქვს. ანუ შენი თავის მენეჯმენტი უნდა შეგეძლოს და აქ შემთხვევაში ან დიდი ალბათობით დაუშვათ ტრეიდინგის რო არ იცოდე, მაინც მიაღწევ წარმატებას, რაღაც წარმატებას მაინც მიაღწევ. ანუ ინვესტიციების მიმართულებით რო შეხედო, ხო? კი. და რა მაინტერესებს, ანუ იდეაში ბევრი ხო ამბობს ხოლმე, რომ ბიტკოინით, კრიპტოვალუტით, ანუ გახდები ფინანსურად დამოუკიდებელი ერთხის, მაგრამ მეორე მხარე არის, რომ დროებითი ჩვეულებრივი პირამიდა არისო რა.
შენ როგორ უყურებ, აი მართლა როგორც მომსამომავლოდ რაღაც პოტენციურ აქტივს ეგრე უყურებ დღეიდან და ეგრე მიყვები მაგ სფეროს თუ ფიქრობ რომ რაღაც ეტაპის მერე შეიძლება გაქრეს, მაგრამ სანამდროა ფულს ვიშოვით. ხო, იცი როგორ არის ბევრი ცუდი პროექტი შეიქმნა კრიპტოსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ცოდნა არ იყო საერთოდ ეხლაც მაგალითად დაახლოებით 8%-ს აქვს წარმოადგენა სტატისტიკით საერთოდ კრიპტოზე ზოგადი სტატისტიკიდან ზოგადი წარმოადგენა და ის უფრო 8 წარმოადგენა გაცილებით ნაკლებს და მოკლედ მაგის გამო ბევრი ისეთი პროექტი შეიქმნა, რომელმაც ეს წარმოადგენა შექმნა, მაგრამ რეალურად ბიტკოინის გარდა სხვა კრიპტოები, ძირითადი ბიტკოინი და ასე ერთი 10-20 კრიპტო კიდევ შეიძლება იყოს რეალური ღირებულების დანარჩენი არის ძირითადად ისეთი ღირებულების, რომელიც არის აი შიტკოინებს ეძახიან და აქვს უბრალოდ გამდიდრებისთვის და რაღაც ეგეთი ანუ რეალური ღირებულება არ აქვს და აი თუ იმას დავაკვირდებით ბიტკოინს მაგალითად მაგის ფუნქცია და მოვალეობა რაც სამოვალოდ უნდა შეასრულოს ძალიან აქტივზე მეტად ის არის რომ ფინანსური დამოუკიდებლობა უნდა მოგვიპოვოს და მოკლედ აი ამ ღირებულებას უფრო უყურებ ვიდრე აქტივის სახით ღირებულებას ანუ ფას და ასე შემდეგ არ უყურებ უკვე თავიდან ვაღიარებ რომ მეც უყურებდი მაგიტო დავიწყე ისე შენი აზრით ბიტკოინი მომავლის ოქრო იქნება როგორც ბევრი ამბობს ეგეც არის რომ მომავლის ოქროს ადარებენ მაგრამ მე უფრო გადაჭარბებული ისა ვარ ბიტკოინის მოყვარული ოქროზე უკეთესია იმიტომ რომ ოქროს შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით რამდენია რაოდენობა ანუ კი ვიცით რესურსები რამდენი არსებობს მაგრამ ეხლა მაგალითად არგენტინაში თუ რაღაც კიდე ახალი საბადო დიდი საბადო აღმოაჩინეს ოქროს ანუ მიწოდება ოქროსი გაიზარდა შესაბამისად მიწოდება როცა იზრდება ფასიც შეიძლება დაეცეს და ანუ იმდენი ოქრო აღმოაჩინა რომ უკვე ოქროს აღარ კონდეს ის ღირებულება და ბიტკოინის შემთხვევაში შეცვლა ვერ მოხერხდება და მოკლედ სულ ის რაოდენობა იქნება რომელიც წინასწარ განსაზღვრულია და მოკლედ და ამიტომ ვფიქრობ რომ ბიტკოინი უფრო მოსახერხებელია პლუს ძიმე არ არის ფიზიკურად შეგვიძლია გადავაადგილოთ მარტივად და მოკლედ ისეთი ნახე გადატანა ხო ოქროს გადატანები რა სულ პრობლემები არის რაღაც დოკუმენტაციები უნდა შემოგეთ უამრავ რაღაც პრობლემასთან არის ისა ერთ ინვესტორს უსმენდი რა და მაგანაც ეგ თქვა რომ მე ბიტკოინზე იმის გამო გადავედი რომ აი ოქრო რო ვიყიდეო და მინდოდაო სადაც გადამეტანა და რაღაცა ანუ შემგვერდში ვერ იქნებაო რა დატოვება გიწევს იმხელა და აი ბიტკოინი სადაც არ უნდა წახვიდე შენთან არისო და ფინანსურ დამოუკიდებლობას მანდ მაგაში ვხედაო რა და ამ ბიტკოინს რო ვატარებ ხო არის შანსი რომ შეიძლება ვიღაცა მომპაროს ან რავი რაღაც აი ის რო არის რაღაც ძალიან ბევრი ბიტკოინი რო აქვს და რო დაკარგა სანაგვეზე და დღემდე რო ეძებს რა აი ეგეთი რაღაცები როგორ უნდა ავირიდო თავიდან პლუს როგორ უნდა დავიცვა ხო ჩემი კრიპტოვალუტა სად შევინახოთ და რა არის სანდრო ისენი ხო სამ მაგაზე გადავალთ ანუ ოქროდან იმიტომ გადავიდნენ ფულზე რომ აი ძნელად ის იყო გადასაადგილებელი და მოკლედ არა კომპაქტური ის იყო აქტივი და რაც შეეხება იმას შენახვის შემთხვევაში სხვადასხვა ხერხები არსებობს დაუშვათ ისეთი რომელიც საფულებს ძირითადად ყველაზე კარგია საფულებზე შენახვა და არსებობს ბირჟები კრიპტობირჟები სადაც ვაჭრობა ხდება ამ შემთხვევაში ვაჭრობის შემთხვევაში კრიპტობირჟებზე თანხებს ინახავენ მხოლოდ იმისთვის რომ მივაჭრონ და დიდ თანხებს არ ინახავენ ინვესტიციებს რომელსაც 1-2 წელი აცლიან და ჭირდებათ ისა დიდი დროით შენახვა და დიდი თანხებია შესაბამისად. მოკლედ ეგეთი აქტივები საფულებზე უნდა შევინახოთ, ხოლო ბირჟებზე სავაჭრო თანხა, მოკლედ ბირჟებზე ისეთზე რომელიც პრაქტიკაში ხა გავრცელებული საქართველოში უფრო მეტად ბირჟებზე ინახავენ რატომღაც ჯერ არ არის ის კულტურა შემოსული და სხვა ქვეყნებშიც ასეა და მოკლედ საფულებზე უნდა შევინახოთ. მე თან ახლა წამოღებული მაქვს საფულის ერთ-ერთი მაგალითი. ნუ საფული არსებობს სხვადასხვა ვარიანტი პირდაპირ აპლიკაციის სახით და ასევე არსებობს გაჯეტის სახით ოფლაინ საფულეები და ერთ-ერთი ასეთი კომბინაცია არის აი ასეთი ბარათებია, NFC ბარათები, რომელსაც აი მობილურს დაადებ და ამით აქ არის შენი key, ანუ გასაღები შენი ხო. ანუ აქ ასე არაწერია, უბრალოდ NFC-საა, ხო? და აქ არის ისინი შენი სითფრაზები მოკლედ. და ამით შეგიძლია შენ საფულეზე აქვს ამის საფულეს აპლიკაციას გადმოწერ და ამ საფულეზე გაქვს უკვე წდომა. ამ ბარათის დახმარებით. ნუ ეს ამ ბარათს უნდა გაურთხილდე. თან სამია ეს არის ერთი. ამ სამივე უნდა გამოიყენო რომ გქონდეს წდომა? არა, ერთი არის თავარი და ორი არის ბექაპი.
რომელიც დაუშვათ ეს თუ დაგეკარგა, ეს შეიძლება სადმე სხვაგან შეინახოთ ცალ-ცალკე ადგილებში. მაგ აპლიკაციას მარტო ტელეფონში აყენებ თუ კომპიუტერში და ყველა მოწყობილობაზე შეგიძლია. კი, შეგიძლია ყველაზე დააყენო. მოკლედ როგორც უფრო უსაფრთხოდ მობილური შეიძლება უფრო ნაკლებად უსაფრთხოდ იგრძნო თავი და ის შეიძლება დააყენო რაღაც ცალკე მობილური იყიდან რაღაც ეგეთი. ხო და ცალკე რო ისე იყოს ნაკლებად და მან დინახეო. ნუ ეს მაინც უსაფრთხო ხა მობილურში რო კონდეს. ანუ რაღაც ცივი საფულები და რაღაცა რო არის ეგეთი არის ესეც? ხო, დაახლოებით და აპლიკაციაც აქვს. და აქ ინახება ამისი გასაღებები კრიპტოს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. საინტერესოა და ნახე იდეაში კიდე რა მაინტერესებს რა ბირჟაზე როცა მაგფულს ინახავენ ხოლმე რა მან ხო არის რისკი რომ სიყვაზე ბირჟები გატყდეს მაგრამ აი ხა ბაიბიტს რო ქონდა ბოლო რამდენიმე თვის წინ თორსები რაღაც დიდი რაოდენობის თანხა მოპარეს თუ რაღაცა რა მაგათმა თქვეს რომ ჩვენო პრობლემა არ შეგვექმნებაო რომ ხალხმა თავის ფული დაკარგოს იმის გამო რომ ჩვენო აი ადრე აი სოლანა რო ძალიან დავარდა და ერთი კოინი ლუნას გონი რო გავქნა მაგის მე რო ჩვენო მივიღეთ ეგეთ წესი რომ მომხმარებლის ფული ყოველთვის ჩვენს ბირჟაზე იქნება და ჩვენ გვაქვს მოდიმოთ ის კაპიტალიო რომ სიტყვაზე რამდენიც არ უნდა გაიტანონო ბირჟაზე რჩება ფულიო და ჩვენ არ გამოგვაქვს ხო რა მაგის გამო უფრო ჩვენთან სანდოც იქნებაო რა და პლუს თან ალბათ ის თემაც არის რომ ეხა საფულეზე რო ინახავ და ბიტკოინში გაქვს ფული და გინდა რომ შეცვალო USDT-ზე ან რაღაცა უფრო მაღალი საკომისიოა ხო ალბათ საფულეზე არ შეცვლა შეიძლება კი მაგრამ ძირითადად უნდა გადმოიტანო ბირჟაზე და იქ გადაცვალო თუ USDT-ში გინდა გადაცვალო ჯერ გადმორიცხო ბირჟაზე და შემდეგ ანუ ბირჟა მაგისთვის აზუსტად რომ აი გაყიდო და იყიდო შესანახად საფულე კაი ეხლა მოდი ბარემ ბირჟაზე ვარ და ტრეიდინგის მიმართულებასაც ცოტა შევხედოთ რა შენ პარალელურად ტრეიდერობ ხო ანუ ინვესტიციებითაც ხარ კრიპტოში და პარალელურად ტრეიდინგითაც რა აი ტრეიდინგზე მაინტერესებს აი როგორ ისწავლე შენ აი დამწყებები როგორ ყურებს ვისაც უნდა რომ ტრეიდინგის მიმართულებით რაღაც გავითარდეს რაღაცები ისწავლოს სად უნდა ისწავლოს ვის უნდა უსმენ როგორ უნდა გავითარდეს ამ სფეროში კი ინტერნეტით მეც ინტერნეტით ვსწავლე ნუ არსებობს რაღაც კურსებიც მაგრამ ნუ კურსების შემთხვევაში ისეთი ადამიანებისთვის დაუშვათ რომელსაც იმდენი მოთმინების ან რაღაცის უნარი არ აქვს რომ თავისით მოიძიოს და უფრო უკეთესია YouTube-ში ან Google-ში და ასე შემდეგ ხა ChatGPT-ც არსებობს ChatGPT-თაც ძალიან კარგად ხსნის რომ მე რამდენიმე კითხვა დაუსვი და ყველაფერს კარგად ხსნის მოკლედ ყველაფრის დასერჩვა შეგიძლია და მოძიება ინტერნეტით მე არსებობს ქართული კომუნიტები ჩემიც მათ შორის და შეგიძლია იმაში გაწევრიან და უკვე სხვების რჩევები მიიღო და მოკლედ ასე გაცვლო ინფორმაციის მიხედვით გაანალიზებ ყველაფერს და ნელ-ნელა აითვისებ ამ სფეროს. და სიგნალებს რო აგდებენ ხოლმე ჯგუფში, ეგ რამდენად მუშაობს. აი მე თუ ტრეიდინგით ვარ დაკავებული, შემიძლია გამოვიყენო ეგ თუ ხშირ შემთხვევაში იცი როგორ რაღაც ინდიკატორად შეგიძლია გამოიყენო და უშუალოდ შენ ფიქრობ რომ ბიტკოინი გაიზრდება და უშუალოდ და რაღაც სიგნალია, რაღაც მოვიდა რომ ესეც იგივეს ფიქრობს და შეგიძლია რაღაც ინდიკატორი, მაგრამ მაგაზე დაყრდნობა და ასე შემდეგ არ შეგიძლია თან ბევრი არსებობს ისეთი რომელიც მაგათრივად რო ვთქვათ სქემერობს და ანუ არ არის რეალურად ის სიგნალი რომელიც რამე საფუძველს ხო მოკლედ მაღალი რისკის შემცველია ეგეთი ისინი ერთ ტელეგრამ ჯგუფში ვიყავი რა მანდაც სიგნალებს და რაღაცებს აგდებენ და არის ერთი დიდი კრიპტო ბირჟის ასე ვთქვათ დასპონსორებული რა და მოკლედ ეს ერთი იუთუბერია რომელსაც ჰქონდა და მაგ ფეიჯში ვიყავი და არ ვიცი რამე ლინკს დავაჭირე თუ რა მოხდა მაგრამ აღმოჩნდი რაღაც სხვა ჯგუფში სადაც ზუსტად იგივე რაოდენობის ადამიანები იყო ზუსტად იგივე სახელი ყველაფერი და წერს რომ აი ჩვენმა სპონსორმაო გამოყო რაღაცა $200,000-იო რა და ვინცო გადმორიცხავსო თანხასო რაღაც $100-დან $10,000-მდეო ვაორმაგებთ კი არა 50%-ს ვამატებთო და უკან გირიცხავთ ეგრევეო ეგო იმიტომ რომ ეგ ბირჟა უფრო აქტიური გახდესო რა და ბიჭო წავიკითხე და რაღაცა ხალხი იგივეა ყველაფერი ანუ იგივეა უბრალოდ რაღაც სხვა ტიპები წერდნენ რა სხვა ჩაძა მე უბრალოდ დამაინტერესა რა არის თქო რა ბოტს უნდა დააჭირო ბოტზე და დავაჭირე მაგ ბოტს ანუ ისე რომ თხილად ყოფილიყავი რა უბრალოდ რომ შევსულიყავი და დავაჭირე და გადამაგდო ჯგუფში ამომიგდო აი აქ ჩარიცხე აქ და 5 წუთში დაგიждდება უკანო და მე გადავამოწმე ჯგუფი ყველა წერს რომ აუ ძალიან მაგარია ეგრევე დამიждდა რაღაცა და ზუსტად 2 წამში რომ ჯგუფში გადავედი გამიუქმდა ისა მიწერის უფლება რა
და აი გამოვშტერდი მე თქვი ვათ ხალხი იყვნენ როგორ მისქემეს ეგრევე რა ჩემ სხვათა შორის ჩემსაც ქმნიან ჩემი TikTok-ი ხო მაგ და მსგავსებს ქმნიან აქ ამოხდება ხო TikTok-ის ჩემი TikTok-ის ისა და იდეაში რაც ცუდია რომ ხალხი მე მაგაზე იჯერებენ ხოლმე და რაღაცა და აპინული მაქვს ვიდეოც და ყველაფერი რომ არ ვარ მე და მაგრამ მგონი ვიღაცამ $2000 თუ რაღაც ჩაურიცხა და მომწერა და შენ არ იყავი არა მეთქი. რამე ჰაკერულ რაღაცაში მოყოვილ ხარ? ჰაკერულში. აი ვიღაცამ რო სიტყვაზე მოგყარა თანხა. კი, რაღაც ბილეთების შეძენა მინდოდა რაღაცა და ჩაოლობ ვალიდური ისე საიტი იყო ინგლისურად იყო და რაღაც თეატრში იყო ბილეთების შეძენა და გადაურიცხე თანხა და თურმე ეს ისა საიტი არ ყოფილა რეალური, ანუ რეალურად ბილეთებს არ ყიდდა და არა და ძალიან ვალიდური საიტი ჩანდა. ვა, და დარჩი ისე. ხო. ძალიან ზური მეტი არ. არა, რაღაც 180 და მე დავბლოკება ბარათი. ხო არა, მე ერთხელ აი იმაში მივიღე მონაწილეობა, რა ქვია, airdrop-ები რომ ჩამაშვება ხოლმე რა და დავრეგისტრირდი ესე და რაღაც მახსოვს $20 კოინი მომცეს რა. და ეგ $20, ანუ საერთოდ არ მემიქცევე ყურადღება, იყო ვაფშე არ შემომოწმებია და 1-2-3 წელი გავიდა რა და არის კაი ხანი და ის პერიოდია ბიტკოინი რო 60,000-ზე ავიდა და შემომოწმე უბრალოდ ექსაფული რაღაც დამჭირდა და გავხსენე და $20 მაგერო $200-ია მე თქვი ვა რა მაგარია თქო და სატესტოდ თქო მოდი გადავიტან თქო რა ნახევარს გადავიტან თქო და $100 გადავიტანე და ველოდები არ შდება პირველი გამოცდილება იყო რა მაგის და ბიჭო არ დააშდა რა და მე საფულები გადავამოწმე საფურთს მიწერ რაღაცა და საფურთი მეუბნება რომ ვაფშე სხვა საფულეზე გადარიცხულიო რასაც მიგდებო ეგ არ არისო და მე ჩემი მეგობარი პროგრამისტია რაღაცა ჩემ კომპიუტერში ჩაძრო რაღაცა აღმოჩნდა რომ როდესაც კომპიუტერზე face-ს ვაკეთებდი ვიღაცა ტიპი მიცვლიდა ხო ეგ არის სხვა საფულეზე ურიცხავდი და გამოვშტერდი მე თქვი what და მე წავშალება კომპიუტერს ვაფშე აღარ ვიყენებ გადავაგე თავი დამანდებით თქო და მაქსიმალურად მივხვდი რომ თავდაცვა მნიშვნელოვანია რა კი ძალიან ბევრი შემთხვევა ეგეთი რომ სამასწლიან ადრესს იმიტომ რომ შუაში არის ძირითადად განსხვავება ადრესებში და იქ მას არ აკვირდება ადამიანი თავს და ბოლოს აკვირდება და მოკლედ კაი ეხა ძალიან შორს რა წავიდეთ მაგ ტრეიდინგიდან რა მაინტერესებს რა აი ტრეიდინგით დღეს შეგიძლია რომ ფინანსურად დამოუკიდებელი გახდე იცხოვრო მაგ ტრეიდინგის შემოსავალზე და ასე შემდეგ კი სხვათა შორის ანუ მე ახლა ძალიან ხშირად არ ვაჭრობ მაგრამ საშუალოდ $2000 ანუ თვეში $2000 რჩება რა ანუ მოგება პროფიტი ანუ შენ უფრო გრძელვადიანი თუ აი ფიუჩერებზე და რაღაც. ხო, ვაჭრობა არის მოკლევადიანს ვიძახი ვაჭრობის შემთხვევაში. და ანუ როია დავუშვათ ახლა მე რომ სხვა საქმეები არ გავაკეთო და ასე შემდეგ, უფრო მეტის მოიღება შემიძლია და ახლა ნუ რაღაც სხვა საქმეებიც მაქვს რაღაცა და ამიტომ რაღაც part-time-ად რა ეგეთი თანხა რჩება და თუ დავუშვათ უფრო თავარ პროფესიად გაიხდიან, მაგ შემთხვევაში მეტი შესაძლებლობაა და ასევე ანუ შენი თანხაც არ გჭირდება რომ ივაჭრო და უშუალოდ იმისთვის როგორც ახლა იმაშია აქციებს სავალუტო ვაჭრობებზე შეიძლება ფანდინგი მიიღო ანუ თანხა მიიღო და შენ იმით ივაჭრობ კომპანიისგან იღებ თანხას და შენ იმით ვაჭრობ და ეგეთიც არსებობს კრიპტოშიც არის ეგეთი და დიდ ბირჟებს აქვთ ეგეთი რამე? დიდ ბირჟებს არ აქვს მაგრამ ერთ-ერთი კომპანია ჩემთან თანამშრომლობს და ამას აქვს და დაახლოებით 100,000 შეგიძლია იყიდო $600 და 80% მოგების შენ რჩება 20% იმას. და მე მაგ 100,000-ად ვაჭრობ და რა მოგებაც. ხო, ოღონდ ახლა ზოგიერთ შეიძლება მოეჩვენოს რატო უღირსავ წააგოს. და იქ არის ანუ რეალურად თუ კარგი ტრეიდერი არ ხარ, ვერ გადალახავ იმას. პირველი ჩელენჯებია ხო? ჩელენჯებია, პირველი ჩელენჯი არის რომ 100,000 შემთხვევაში $2,000 მოიგო პირველ ფაზაზე. და მეორეზე არის 5,000. ანუ 7,000 უნდა დააპროფიტო ჯერ მაგათთვის. რომ მე გახვიდე ანუ და შენ თანხებზე ივაჭრო და აი ანუ რეალურად ვისაც მაგრამ სასწავლადაც კარგია ის ესეთი პროგრამა, იმიტომ რომ შენ თანხაზე ეხლა ბევრი არის ისეთი რომელიც $10,000 შემოიტანს და იმას წააგებს და $10,000-ად იყიდის რამდენჯერ 10,000 იღებს $100 დაახლოებით იმაზე 100 ჯერ იყიდის ხო რა ქვია მაგ იმას ფანდინგს ტრეიდინგში იდეაში რაღაც ხრი ხო ამბობენ რომ უმეტეს შემთხვევაში ყველა აგებს რა აი 99% აგებს და რაღაცა ძალიან რთულიაო რა მანდ აი დამწყება ტრეიდერმა რა აი
თვითონ ტრეიდინგის მიმართულებაში არის რამე ტექნიკურად ან რაღაცა რამე სტრატეგია, რაც უნდა გაითვალისწინო, აი რას ურჩევდი რა მაგ კუთხით. საუკეთესო რაღაც რომ არ დაკარგოს ფული შეგრევე. ანუ ყველაფერს შეეგრეა თუ არის სფერო, ყველაფერში წააგებ ბიზნესის კეთება სტარტაპების 99%-იც ეგრეა ვერ ამართლებს, იმიტომ რომ ვერ აკეთებს სტარტაპს სწორად. ეგეთია კრიპტოშიც ვაჭრობაც ეგეთია. თუ არიცი ვერ მოიგებ ბუნებრივია. და მოკლედ ეგეთი სტრუქტურა და თუ იცი მოიგებ. ანუ ის 1% 1% თუ 1% არ შეიძლება მეტი იგებს, მაგრამ თუ ის 1% იგებს, ესე იგი მაგ 1%-მა იცის ხოლოდ. ხო, რაც შეეხება იმას, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება, თავარი არის ის, რომ ანუ თავის მენეჯმენტი შეძლოთ, ანუ რა გეგმაც აქვთ, იმ გეგმით წავიდნენ და ისეთი რისკის მაღალი რისკის შემცველ აქტივებზე არ ივაჭრონ. უფრო, როდესაც დამწყები ხარ, უფრო ჯობს, რომ ისეთზე ივაჭრო, რომელიც ნაკლებად რისკის შემცველია ბიტკოინი, ეთერიუმი და ასე შემდეგ. ეს არის თავარი, ანუ საწყისი, რაც შეიძლება გაითვალისწინო. შენ რასაც გადევნებ თვალს ხოლმე, აი ხშირად გაქვს ხოლმე რაღაც ახალი პროექტების მოძიება და რაღაცა რა. მაგ პროექტებს რავი საინვესტიციოდაც და ისეც ეძებ ხოლმე რა და აი როგორ პოულობ ამ ახალ პროექტებს, როგორ არჩევ, რა უპირატესობებს ანიჭებ და აი როგორ მიდიხარ ხოლმე მაგ. სხვადასხვა აპლიკაციებია მაგისთვის, ახლა Dexscreener-ი არის ყველაზე პოპულარული ამ წუთას. და მანდარი შეიძლება გაფილტრო ვოლუმის მიხედვით, ზრდის მიხედვით, რაღაც აქტივობების, ტრანზაქციების მიხედვით და მაგით შეიძლება ფილტრები დააყენო და მაგით შეიძლება აღმოაჩინო რაღაც ახალი ტრენდული კრიპტო და პლუს ყველაზე ისეთი არის მაინც Twitter X-ი არის ყველაზე პოპულარული, იმიტომ რომ კრიპტოში თავარი სოციალური ქსელი ეგაა და მან შეიძლება იპოვო სხვადასხვა პროექტები რომელიც შეიძლება უფრო წარმატებული გამოდგეს, იმიტომ რომ მაინც ახლა ახალ პროექტებში მთავარი არის მარკეტინგი და თუ კაი მარკეტინგი აქვს, ნებისმიერ პროდუქტს გაყიდე, მაგალითად ერთი იყო რაღაც უაზრო სახელი ერქვა და მაინც ისეთი პოპულარული გახდა, ანუ არაფერ შინაარსიც არ ქონდა, მაგრამ ისეთი პოპულარული გახდა, რომ მიიღო ისა ანუ მარკეტინგი ყაური, მაგრამ მუშაობს რა. მიმქოინების შემთხვევაში. ხო, მიმქოინების შემთხვევაში მარკეტინგი ყველაზე მთავარია, community როგორ იყავს კრიპტოს. და პლუს ანუ ესა ძირითადად მე პრესეილებს და ასე შემდეგ ვდებ და ეგეც მაგ მეთოდით შეიძლება. ეხლა რა ტიპის პროექტებს ანიჭებ ხოლმე? ხო ამბობენ რომ აი ეს სეზონი არის, ეს ციკლი არის, რომ რაღაც ხელოვნური ინტელექტის სეზონია რა და მოკლედ ამ თემებში ვიტრიალობთ და რაღაცა რა. ნუ თლიანობაში ხარ რომ ალტკოინებს უყურებ თლად ეგრეც ვერ იტყვი რა რომ კარგად არიან და რაღაცა, მაგრამ აი ახალ პროექტებში რა სტილის პროექტებს უფრო აქცევ ხოლმე ყურადღებას. ხო, აი შენ რაც თქვი ახლა პრაქტიკულად ისეთი ახალი თემატიკა არ გამოჩენილა კრიპტოში. ჯერჯერობით. ხელოვნური ინტელექტი და ისა. ხელოვნური ინტელექტი კიდე 1 წლის დაახლოებით 1 წლის წინ იყო და ჯერ ისეთი ახალი ტრენდი არ აგვაქვს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იმიტომ რომ საბედნიეროდ იმიტომ შეიძლება ითქვას რომ ხალხმა უფრო მეტი ისწავლა და უფრო მეტად ესმის რომ ანუ რაღაც სხვა მიმართულება ბიტკოინის და ისეთი აქტივების გარდა მაღალი რისკის შემცველია და იმდენი კაპიტალი არ გადადის. მაგრამ ალტკოინების სეზონზე რაც შეეხება, არ ვიცი რამდენად დაიწყება. ხო, ბიტკოინის ფასს გააჩნია, ბიტკოინის ფასი თუ დასტაბილურდა რაღაც მიაღწია რაღაც თანხას, მერე გადმოდიან ხოლმე ეთერიუმში და ეთერიუმი სხვათა შორის კარგად ეხლა ბოლო პერიოდში კარგად მოძრაობს. მართლა მინახავს. აი მაღალი კაპიტალიზაციის ალტკოინები კარგად მოძრაობენ, მაგრამ აი ახლები არ იქნება, მოკლედ ახალი. აი წინა მაქსიმუმები მაინც რო გაემეორონ, ალბათ კაი იქნება რა. იმიტომ რომ აი ეხა მაგალითად რა, აი ამერიკაში პრეზიდენტი რომ მოვიდა ტრამპი და თავის მიმქოინი რო გამოუშვა რა და აი იდეაში ჩემი აზრით მაგითი ხალხს ეუბნებიან რომ აი ძალიან მარტივია ფული შოვნა რაღაცა და რაღაც მხრივ ალტკოინების პიარსაც მიყვება რა, მაგრამ რეალურად მაინც რეალურად ამ ციკლმა ჩემი აზრით ის გვანახა რომ აი ბიტკოინი არის რეალურად იძლიერი აქტივი, რომელიც აი არც ერთი ალტკოინი ვერ ეჯიბრება რა, აი ბიტკოინი მიდის აგერ მთვარეზე და სხვები ჯერჯერობით გაჩერებულები არიან. ხო, ნუ ფასის კუთხითაც არ უნდა შევხედოთ მარტო, ანუ შინაარსი, ბიტკოინის შინაარსის მიხედვით, ანუ
ბიტკოინს არავინ არ ყავს მართველი ან დაუშვათ ეთერიუმის შემთხვევაში ორგანიზაცია არის ეთერიუმის, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და მაგაზეა დამოკიდებული თვითონ ეთერიუმის ბედიც და ბიტკოინის შემთხვევაში ანუ პირდაპირ არის იმაზე ჩვენთვის არის შექმნილი მიშვებული. ისე იმაზე ამბობენ ბიტკოინის შემქმნელზე რა რეალურად ხო არავინ არ ვიცი კაცმა ვიღაცამ შექმნა და რავი აღარავინ არ იცის ვინ არის სადარი და როგორ არის რა. ეგეც საინტერესო რაღაც წავიკითხე იმ დღეს რომ იმდენად ჭკვიანი არისო რომ ერთი ციკლიო რო შექმნაო ხალხში გამოიწვიაო ეიფორია იმის რომ არ გამომოუტოვო ფასის ზრდაო და ხალხი აყვირდაო და დაიწყეს შესყიდვაო. მე მეორე ციკლშიო ეს ყველაფერი აიტანა კომპანიების დონეზეო რომ კომპანიები ფიქრობდნენ ვაიმე კრიპტოვალუტა ახალის არ გამოუტოვოო და რაღაც ტესლამ დაიწყო ბიტკოინით გაყიდვა ესა და ამ ციკლშიო უკვე ანუ კომპანიები ხალხი კი არა უკვე თავრობების დონეზეც აიყვანაო რა და უკვე მთავრობები ფიქრობენ ვაიმე იმას მეტი ბიტკოინი არ ქონდეს და რაღაცაო და ამ ხელა მოკლედ ბრძოლა არის ბიტკოინის შესახებ და შენი აზრით აი ამდენი რაღაც რო ერთვება რა უკვე რო პოლიტიკოსებიც და მთავრობები და ეგენი რო ჩაერთნენ. რამდენად კარგი არის კრიპტოსთვის და რამდენად დაეხმარება ან არ დაეხმარება ეს ყველაფერი? ანუ როგორიც ანუ თვითონ ფასის კუთხით კარგია, მაგრამ ხელმისაწვდომის კუთხით მე უფრო ისეთია ყველა ცდილობს რომ მე რაც შეიძლება მეტი ბიტკოინი მოიპოვოს. ახლა ქვეყნებს შორის ჩინეთი, აშშ და მაგაზე მიმდინარეობს ისა ომი რომ რაც შეიძლება მეტი მიიღონ თვითონ ჯერ მაინც ისე არაა დაწყებული მაგრამ მაინც და გააჩნია რა რეგულაციებს და ასე შემდეგ მიიღონ თუ ძალიან დაარეგულირდეს და ის სტრუქტურა არ დაუტოვეს რაც თავარია მაგისთვის მაგ შემთხვევაში არ არის კარგი და ტრამპის შემთხვევაში ფიქრობ რომ ის ხდება რა ძირითადი ღირებულება რაც აქვს და ამ ღირებულებას არ მოაშორებს და დაუტოვებს და სხვათა შორის ეს ტრამპის კრიპტოებთან დამოკიდებულება და ისა ხლა რაც ხდება მის ირგვლივ არის იმის დამსახურება რომ წინა პრეზიდენტობის დროს ბანკებმა გაუქმეს ყველა ისა სესხების აღების შესაძლებლობა და ასე შემდეგ და ეხლაც ერიკ ტრამპის გამოსვლა იყო და იმაში რაღაც კონფერენციაზე და იქ თქვა რომ ჩვენო როდესაცო სამ პოლიტიკაში მოვიდოდითო ბანკებს დაურეკავდითო სადაც გვინდოდა აშენება და უშუალოდ შენობის ვეტყოდით ამდენი თანხა ეგრევე გვირიცხავდნენ თანხასო და მე პოლიტიკაში ეს ამბები რომ მოხდა 20-ში როცა იყო ეს გადატრიალებული თუ რაღაც ეგეც მსგავსი მაგის მერე ყველა ბანკმა უარი თქვა ჩვენთან თანამშრომლობაზე და მაშინ მივხვდით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფინანსური თავისუფლება. ანუ ეგეთი ტიპებიც იმ დროს ხდებიან, როცა თავის თავზე გამოსციან და მოკლედ ძალიან რთული ამ კუთხით დაანახო ადამიანებს. ახლა ძირითადად მაინც ფასის ზრდის კუთხით ხედავენ და არა აი ფინანსური თავისუფლების კუთხით. ისე ანუ ბიტკოინზე რო ამბობენ ხო აი მაგას რომ ფინანსურად დამოუკიდებელი გახდები რა მაგრამ რეალურად აი ჩვეულებრივი მოქალაქემ რო შეხედოს აი რო უთხრა რომ აი ბიტკოინი მაგარია შემოდი რა შეხედავს რა რეალურად და მართალიც იქნება შეხედავს აი ბიტკოინი დღეს ღირდა 90000 ხვალ ღირს 100000 მერე 95000 მერე 105000 და ხტუნავს და გეტყვის რომ რანაირად ვარ ისა რა ქვია თავისუფალი დღეს ამდენი მქონდა ხვალ ამდენი გამიქრა გეტყვის მერე იმას რომ აი რო უთხრა რომ აი ინფლაციისთვის კარგი არის კრიპტოვალუტა რაღაც გეტყვის რომ აგერ ფასი დახტუნა რანაირად იქნება ჩემი ფული უფრო კარგად და შვიდად ბიტკოინში როცა ასეთი ცვლილებებია რა შენ როგორ უყურებ მაგ საკითხს ხო ბანუ ბიტკოინის ფასზე არ არის უფრო ეს თავისუფლების კუთხე რომ ფასის გამო რაღაც თანხას იშოვიდა მაგით იქნება თავისუფალი. ეს არის იმისთვის რომ გადახდის შემთხვევაში დაუშვათ შენ რაღაც რაში ხარჯავ, ამას ვერ აკონტროლებს მთავრობა და დაუშვათ შენ რაში გამოიყენებ ამ თანხას, ამის კონტროლი არ მოხდება. აი მაგალითად, ეხლა ქეში ასრულებს მაგ ფუნქციას ჩვენ შემთხვევაში, რეალურ შემთხვევაში და ციფრული ფული რომელიც შექმნაც უნდა ეგ არის უკვე იმ ქეშს ამოიღებს, ანუ ის ქეშის კონტროლი ხო ვერ ხდება იმდენად როგორც დაუშვათ ციფრ ბანკით გადარიცხვა და ასე შემდეგ და აი ქეშის ფუნქცია აღარ ექნება ციფრული ფული თუ შეიქმნა. ხოლო კრიპტო შემთხვევაში ქეშის ფუნქციაც აქვს, იმიტომ რომ შეიძლება ისე გადარიცხო, ვერ მიხვდება სად გადარიცხე, რა გადარიცხე და როგორ. და პლუს აქვს ციფრული ფულის ფუნქციაც, იმიტომ რომ ბირჟებზე ვერიფიკაციას ყველაფერს გადიხარ და იქ უკვე კონტროლი არის ბირჟების შემთხვევაში და მოკლედ ორივე ფუნქცია აქვს, როგორც ქეშიც, ასევე
ციფრული. და აი სახელმწიფო რო ადგეს სიტყვაზე მივიდეს მაგვირჟებთან და უთხრას რომ აი ამ ხალხის ინფორმაცია მოკლედ მეუნა მომცეო რა მაგ შემთხვევაში ხომ ეგ თავისუფლებას რაღაც ფერი გვერდმევა. აი ეგ თქვი ზუსტად რომ ანუ ბირჟების შემთხვევაში თუ ბირჟებს ვიყენებთ გადარიცხვებს და ამ შემთხვევაში მაშინ ციფრული ფულის როგორც ახლა ბანკში გვაქვს თანხა მაგ შემთხვევაში ხო კონტროლებადია უკვე ბანკების ყველანაირი ინფორმაციის გამოთხოვა შეუძლიათ შესაბამის უწყებას ან ასე შემდეგ როგორც სურთ. და ანუ საფულები და რაღაცა. ხო, საფულების შემთხვევაში უკვე როგორც ქეშის შემთხვევაში როგორც არ შეგვიძლია რომ გავაკონტროლოთ ქეშის მოძრაობა, ისე არის საფულების შემთხვევაშიც ბიტკოინის მოძრაობაც ან სხვა კრიპტოვალუტის მოძრაობა არ შეგვიძლია გავაკონტროლოთ და თან ფული ანუ მაშინ ვიტყვით რომ რატო შევცვალოთ თუ ქეში არსებობს, რატო გადავიდეთ კრიპტოზე და კრიპტოზე იმიტომ და გადავიდეთ რომ ინფლაცია არ აქვს, არავინ არ აკონტროლებს, ახლა ფულს მაინც თავრობები აკონტროლებს და ის განსაზღვრავს რა ღირებულება ექნება და ბიტკოინის შემთხვევაში დეცენტრალიზებულია ეს ყველაფერი და ანუ კონტროლირებადი არ არის და ეს აქვს უპირატესობა პლუს ის რომ ონლაინ არის და მოსახერხება ქეშის გადატანა 1 მილიონი რო გადაიტანო დაგჭირდება 2 ჩემოდანი ერთი შეიძლება ჩაეტაროს ხო და ბიტკოინის შემთხვევაში ჭირდება მობილური ან რაღაც აი ბარათები როგორც ვაჩვენ თავარი ეგ მობილური არ დაკარგო რა და შედი უკვე ყველაფერი კარგად იქნება ამით ავზე რა კრიპტოს მიმართულებით ახლა აი სახელმწიფო აი ტრამპს რომ უნდა რომ შეიძინოს ბევრი ბიტკოინები რა მანდ პრობლემას იცი რა ვხედავ და მაინტერესებს შენს თუ ფიქრობ მაგ კუთხით აი ამდენი ფული რა რომ ჩავა ბიტკოინში აი ბიტკოინის ფას რაღაცა დაასტაბილურებს რაღაც ხრივ რაღაცას იზამს რა გაზდის აი ჩემი აზრით ეგ ფული რა რო ჩავა და ბიტკოინის ფასი გაიზრდება ეგ ფული შანსი არ არის რომ ალტებში გადმოვიდეს ხო ალბათ იმიტომ რომ რავი სახელმწიფო ჩადებს მაგას თავისთვის ექნება და აი ამ ციკლში რო ამბობენ რომ აი ალტ სეზონი შეიძლება დაიწყოსო და შეიძლება სუპერ ციკლი იყოსო რა აი სუპერ აი ამ ეტაპზე მოცემულობა საერთოდ სხვა რაღაცას გვანახებს მაგრამ აი თან რომ შევიდეს სახელმწიფო და ბევრი ფული ჩადოს რა ფული წამო ანუ ფული შევიდა სახელმწიფოს უნდა რომ მარტო ბიტკოინი იყოს ხო და ალბათ ეგ ფული ვერ გამოვა და არ გადაიმასიზამს. სხვათა შორის მარტო ბიტკოინზე არ არის საუბარი. სხვა კრიპტოებს XRP ამერიკაში დაფუძნებულ კრიპტოებზე აქვს უფრო მეტად აქცენტი Solana, XRP და ასე შემდეგ და ანუ მარტო ერთ კრიპტოებზეც არ არის. თვითონ ეხლა ტრამპის ASH-ის განსხვავებით რო ვთქვა, ASH ჯერ არაფერს არ აკეთებს ამ კუთხით. უბრალოდ აქვს ის ბიტკოინები, რომელიც მიდან კიბერუსაფრთხოებიდან და ასე შემდეგ მიდან მოიყო რა. ხო. დანაშაულებიდან და თვითონ ტრამპს აქვს ცალკე ფონდი რაღაც კორპორაციისავით, რომელიც კრიპტოს მიმართულებით არის და იმას კურირებს თავისი შვილი, ერთ-ერთი შვილი და ეგენი ყიდულობენ სხვადასხვა კრიპტოებს. უკვე საკმაოდ ბევრი კრიპტო აქვს დაგროვებული და აი ეგეთ სტრუქტურას თუ გააკეთებენ იმის კუთხით, მთავრობის კუთხით ამერიკაში შეიძლება ყველა ბიტკოინი მხოლოდ არ იყოს, სხვა კრიპტოებიც იყოს. ხო. ის რა მაინტერესებს შენ როგორ ხედავ კრიპტოსფეროს მომავალში ერთ-10 წელიწადში? კრიპტო ახლა როგორც აი 5-6 წლის წინ ანუ არავინ არ იყო, ვისაც შეიძლება კრიპტოზე დაალაპარაკებოდი და კომუნიტებიც არ არსებობდა. ანუ პირველი კომუნიტი რაღაც ისეთი სადაც აქტიურად განიხილებოდა, სხვათა შორის მე შევქმენი რა მე გავააქტიურე და Facebook-ზე იყო ჯგუფი შევქმენი და მოკლედ იქიდან წამოვიდა ეს კომუნიტები ამ საქართველოში და უცხოეთში იყო რა სხვადასხვა პლატფორმებზე, მაგრამ საქართველოში არ იყო და საქართველოს მაგალითზე რო ვთქვა, ანუ არ იყო საერთოდ სფერო, არ იყო ადამიანები, მარტო მაინინგი იყო უფრო მეტად პოპულარული და ეხლაც საკმაოდ ბევრი აკეთებს, მაგრამ აი სხვა კუთხით არ ქონდათ იმდენი ცოდნა და ეხლა ბულრანის თუ არ არის, მაგ პერიოდშიც ხალხი აქტიურობს მაინც. ანუ ეგ არის ჩემთვის ინდიკატორი, რომ როცა ფასი არ იზრდება, მაშინ თუ აქტიურობს, ესე იგი რაღაც მეტი და მეტი ადამიანი შემოდის და მოკლედ ფიქრობ 10 წელიწადში უფრო მეტად ბევრი ადამიანი იქნება ჩართული, მეც ეცოდინება სფერო უფრო მეტად და მოკლედ კრიპტოს შეზეთ უკვე პიცები ვიყიდოთ. ეხლა შეგვიძლია მე მგონი. ეხლა შეგვიძლია. მაგრამ საკომისიოები იქნება დიდი ალბათ. საკომისიოები არა, მაგრამ ის ფუნქცია დაკარგული აქვს, იმიტომ რომ ეროვნული ითხოვს ლიცენზიას და საბუთები და ასე შემდეგ უნდა
ეხლა პრობლემები ხო შეიქმნა თან მაგაზეც თანხის გამოტანა რო ბირჟებიდანაც ესე პირდაპირ ბარათზე ვისაც გამოქონდა P2P-თ მაგათ ექნებოდათ პრობლემები. კი, სხვათა შორის TBC-მ დამბლოკა მაგის. აი, მაგით არ მოყარს მე ბანკები. TBC და ძალიან ბევრი ბანკი ეხლა რაღაცები ჩემოგურებაც აღმოაჩინეს რა და თითქმის ყველა დაბლოკა რა, ვაფშე აი Liberty გინდა ის გინდა აღარ იმაშო. ამიტომ და შევცვალოთ ბანკები რა გადავიდეთ. და ჩავანაცვლოთ კრიპტოვალუტა საუკეთესო. იმედია ბანკი არ გვიყურებს. ხო და ეხლა მაინინგის თემასაც რო შეეხე, აი მაინინგი საერთოდ არ მახსოვდა, აი ეხლა ეს ციკლი რაც დაიწყო, მაინინგი საერთოდ არც მსმენია. კი. რაღაც ტრენდი იყო თუ ეხლა ვეღარ შეულობენ მაგ სფეროთი თუ რატო აღარ არის ეგეთი ყვირილი მაგაზე. რაღაც ისეთი ტიპების ის გახდა უფრო სხვანაირი, რომელიც კრიპტოსთან იმდენი შეხება არ აქვს. უფრო ტექნიკური ხარ. ტექნიკური არა, უფრო რაღაც იმის მაინინგის ფულის გამომუშავების თემისთვის, ანუ ძირითადად ვისაც მაინინგი აქვს, ვისაც შევხვედრივ არც ერთ მარიცის დიდად კრიპტო. ხო, ანუ წარმოიდგინე აქვს კრიპტოს გამოიმუშავებს, ტრანზაქციებს ასრულებს ყველა ადამიანის და ის არის ის ტურისტის არის და მოკლედ გატანაც არიციან თანხის როგორ ხდება და ასე შემდეგ და მოკლედ რაღაც ძალიან მინიმალურ დონეზე არიან აი მაინინგი ვისაც აქვს. ნუ არის რა თქმა უნდა ისეთები რომელიც მაინინგიდან მოვიდნენ შემდეგ კრიპტოს სხვა თემებში, მაგრამ ძირითადად იმასა ეგეთია მე რაც შემხვედრია. მაინინგის. ეხა აი მაინინგზეც ბარემ რო თქვათ, ანუ რაღაცა ეხა აი რო თქვი რაღაც თითქოს ტრენდივით იყო თქო. აი NFT-ზეც რაღაც აი ერთი პერიოდი რო ძალიან ყველა ყვიროდა და რაღაც აი მილიონად იყიდებოდა რაღაც ნახატები და რაღაცა და დღეს ძალიან გაიაფებულია ყველაფერი და თითქოს აი ფასიც დაკარგა და რაღაცა. შენ მაგ კუთხეში როგორც ვიცი ძალიან ესე სიღრმისეულად არ ხარ, მაგრამ აი როგორ უყურებ ეგეც ტრენდი იყო დროებითი რომ რაღაც გავარდა და ყველა დაიწყო მაგით ფული შოვნა და ეხა ჩაქრა და აღარ დაბრუნდება თუ აქვს მომავალში რაღაც პოტენციალი. ეგეც ჰაიპის თემა იყო, ცოდნა არ ქონდა მაგ შემთხვევაში და ანუ წარმოიდგინე ისეთი OpenSea იყო პლატფორმა სადაც ამის ვაჭრობა შეგეძლო და ვიღაც ტაილანდელი თუ ინდონეზიელი ტიპი იღებდა ყოველდღიურად სელფებს და ეგ იყიდებოდა 1000-ებად და 10000-ებად. მოკლედ ეგეც ანუ არაფერზე რო არა დაფუძნებული ნიშნულობა როცა არ აქვს, მაგ შემთხვევაში დროებითია ყველაფერი და შემდეგ ქრება და ახლა სხვათა შორის ბოლო პერიოდში უფრო ნიშნულობა შეიძინა NFT-მა და უფრო რეალურ საფუძველზეა დაფუძნებული და მაგრამ იმდენი გამოხმაურება არ აქვს როგორც ადრე, მაგრამ ეხლა სამაგიეროდ არის უფრო რეალურ საფუძველზე რაღაც ღირებულებას ქმნიან მაგითი? კი, რაღაც კომპანიები იყენებენ რაღაცების გასაყიდად და ასე შემდეგ NFT-ებად შეგიძლია იყიდო რაღაცები და რაღაც სავსე რაღაცები. ზუსტად არ მახსოვს რომელი კომპანიები იყო, მაგრამ რაღაცა Adidas-ი, Nike თუ რაღაცა ეგეთები ხო ყიდდნენ? ეს ადრე ყიდდნენ თუ მაგ ციკლი რომ ორში არ მახსოვს? მაგ პერიოდში იყო, ხო? და რა ქნეს. ისე bear market-ზე რას აკეთებ ხოლმე? bear market-ზე ჩემ ვაქტიურობ ყველგან ჩემ კომუნიკაციებში ასე შემდეგ რაღაც ვაგროვებ კრიპტოებს bear market-ზე უნდა იყიდოს ზოგადად. ხო. და მოკლედ იგივეს ვაკეთებ რასაც ახლა bull market-ს, ანუ ზოგიერთი ვინც არ არის ხშირად ჩახედული, ისინი უფრო მეტად bull market-ზე აქტიურდებიან, ანუ რამდენიმეს მოუწერია ხოლმე bear market-ზე ახლა ვიყიდო, კაი დროა კი მეთქი. კიდე ხوار დაიწევს. ანუ ეხა უკვე დაწეულია, ახლა შეგიძლია იყიდო. თუ დაიწია, კიდე დაამატე, მაგრამ ანუ ეხლა არის კარგი დრო, როცა დაწეულია და ანუ იმის განსაზღვრა, აი ყველაზე დაბალი როდის იქნება 16000 იყო ბიტკოინი და წერს 10000-ზე არ ჩამოვა. ანუ 16000-ია, 100000-ზე ადის. იყიდე 16-ზე. არ არის 6000-ის სხვაობა არ არის ისეთი, რომ არ იყიდო. და ეგეთი ისინი არის ქცევები. თან მე კრიპტო კომპანიებში მუშაობ ძირითადად საქართველოში თუ უცხოურ კომპანიებში ხარ? უცხოურში, ახლა ბოლო პერიოდში უცხოურში, მაგრამ აქამდე ვიყავი ქართულებში. რა მართულებით მუშაობდი? მარკეტინგის. ხო და მოკლედ მთლიანად მაგაში ვარ ჩართული ყველა მხრიდან, რაც იმაში. ეხლა პარალელურად თან მუშაობ და რაღაც შენ თემებშიც ხარ თუ? ხო, ჩემი პროექტებიც მაქვს ახლა რაღაც თუ შეიძლება გაჟღერება როცა კრიპტო ჩატის ვაკეთებ, სადაც შეგიძლია ანუ აკადემია როგორც ასეთი ხო არსებობს, რომ რა სილაბუსი აქვს და მორჩა, ანუ იმ სილაბუსის მიხედვით უნდა ასწავლო და
კრიპტოჩატს ვქნი, სადაც იქნება ვიდეო გაკვეთილებიც ცალკე და პლუს იქნება ჩატის ფუნქცია და იქ ეყოლება საპორტიან მსგავსი ტიპები, რომელსაც კრიპტო ესმით და შეგიძლია კითხვები დაუსვა, ის გიპასუხებს. პლუს და ანუ ChatGPT-დან მითანგ განსხვავებულ ადამიანურად ესაუბრებ, როგორც მე და შენ ახლა ვსაუბრობ და ეგრე გიხსნის და პლუს ის რომ დაუშვათ რაღაც screen-ს ჩაუგდებ, ის შემოგიხაზავს აქ შედი, რაღაცა ყველაფერს გასწავლის მოკლედ, რაც პირველად გჭირდება კრიპტოში გადასადგმელად ნაბიჯები და უფრო საშუალო დონეზეც თუ ხარ, საშუალო დონეზეც დაგეხმარება და ფიქრობ, კაი პროექტი გამოვა და პლუს აქვს ტიპები არიან, რომელსაც ანუ თუ ადგილზე არ შეხვდია და ასე შემდეგ, ვერ იგებენ და ვერ საუბრობენ, ანუ უფრო ასაკოვანი ტიპები 40 და ასე შემდეგ და მაგისთვისაც იქნება შეგიძლია დაბუქო ვიზიტი. და შენთან მოან იქით მოხარ რაღაც ოფისში და იქ გაგესაუბრება ტიპი კრიპტოზე შეგიძლია ისაუბროთ როგორც მე და შენ საუბრობთ ეგრე და რაღაც ინფორმაციები გაცვალოთ მოკლედ ასეთი ის გეგმა მაგას აი ახლა დღეს დასრულდა ის საიტი და ალეგა ჩაეშვება ეს კრიპტო ჩატ GR ხმა წესით ეს რო ვიდეო როცა გავა იქნება უკვე ლაივი და მოკლედ ასეთ ინოვაციური სწავლების მეთოდი ისე ზოგადად რა მსმენია რომ აი ქართული რამე სტარტაპი გამოვან კრიპტო ბირჟა იქნება თუ რაღაცა მაინც ცოტა საეჭვო თვალით უყურებენ ხოლმე რა და მაინც ყოველთვის უცხოურს იმაშებიან შენ როგორ ხარ მაგ კუთხით სხვათა შორის თავიდან ძალიან ისეთ პატრიოტი ვარ თავიდან ყოველთვის ვცდილობდი რომ ქართულებისთვის ხარი დამეჭირა და ასე შემდეგ მაგრამ ანუ არ არის განვითარებული რეალურად ტექნიკური კუთხით მით უმეტეს ქართული პლატფორმები ძალიან ბევრი პრობლემები აქვს. ეხლა არ მინდა მე რო თქვა ზეს კონკრეტულად, მაგრამ ანუ სხვადასხვა პრობლემები აქვს მოკლედ თვითონ ტექნიკური კუთხით და ასე შემდეგ და თან პლუს შიდა პლატფორმაზე არ არის ბევრი ფუნქცია. ჯერ ერთი იმიტომ რომ ეროვნულიც ხვდავს რაღაც ფუნქციებს დაუშვათ leverage-ით ვაჭრობას, ანუ გამრავ რაღაც შენი თანხის 100x გამრავლებით შეგიძლია ივაჭრო და ეგეთ რაღაცებს ხვდავს. პლუს earn-ის ფუნქციას, ანუ შეგიძლია კრიპტო დადო და ანაბარივით მიიღოთ პროცენტები. მაგასაც ხვდავს ეროვნული და ეგეთი ფუნქციების დამატება ქართულ პლატფორმებს არ შეუძლიათ. და პლუს ფასებია მაღალი, სხვებთან შედარებით და საკომისიოები მაღალი და მოკლედ მაგ კუთხით ცუდია. სამუშაო არის მაგ კუთხით. გაქეშებისთვის კარგი, ანუ თანხას თუ გაიტან და მაგისთვის გამოიყენებ, ძირითადად მაგისთვის იყენებენ ქართულ პლატფორმებს. სავაჭროდ არ იყენებს თითქოს არა. ვა. და იცი რა მაინტერესებს კიდე კრიპტო თემებში რა. რაზეც ვისაუბრეთ, აი არის რამე ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაზეც სიტყვაზე ჯერ არ გვილაპარაკია, მაგრამ კარგი იქნება თუ ეცოდინება დამწყებს ან ვინც ახლა ამ პოდკასტს უყურებს. ნიშნულოვანი ინფორმაცია რაც ანუ პლატფორმები უნდა იცოდე თუ სად როგორ გამოიყენო და მაგის მიხედვით შეგიძლია ანუ საბაზისო პლატფორმები და უშუალოდ CoinMarketCap-ი შეგიძლია გამოიყენო იმისთვის რომ ნახო მარკეტზე ფასები კონკრეტული კრიპტოების TradingView შეგიძლია გამოიყენოს ვაჭრობის ჩარტების ანახავად Binance KuCoin-ი და ასე შემდეგ ბირჟები სავაჭრო და მოკლედ აი ეს ძირითადი დეტალები არის საწყისად რაც შეგიძლია დაუშვათ აპლიკაციები გადმოწერო და რაღაცები გაიგო მანდედან და ზოგჯერ ხდება ისე რომ არასწორ პლატფორმას მიმართავენ რომელიც არ არის ისეთი განვითარებული სანდუსთან შედარებით პლუს საკომისიები ბევრი აქვს და ასე შემდეგ და რეალურად არ იძლევა კარგი ინფორმაცია მოკლედ ასეთი იმები შეგიძლია რომ კარგად გამოიყენო ეს და პლუს მთავარი ის არის რომ მაინც დაუბრუნდეთ იმას რომ ანუ ბიტკოინს და კრიპტოებს ზოგადად მარტო იმით არ უნდა შეხედონ აი გაიზრდება ფასი და ასე შემდეგ თვითონ შინაარსს უნდა დააკვირდნენ რა შინაარსი არის ის რომ ჩვენ ახლა გვაქვს ინფლაციური ვალუტა ჩვენი ეროვნული და ზოგადად ყველას ვისაც აქ ევროც, დოლარის და ასე შემდეგ არის ინფლაციური, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, რამდენსაც უნდათ იმდენს ბეჭდავენ და ამას ცვლის სწორედ კრიპტო. თან ამასთან ერთად თანხების მოძრაობა და ასე შემდეგ უფრო გართულებულია ტრადიციულ ვალუტებში, ვიდრე კრიპტოვალუტებში და მოკლედ ყველაფერს ამას ცვლის კრიპტო. შეგიძლია ქეშის ფუნქციაც კონდეს, შეგიძლია
ციფრული ფულის ფუნქციას ჰქონდეს და თუ გინდა ეგრე გამოიყენო. ეხა ხო რაღაცა, ეხა რა ერთი 4 წლის წინ დაანონსეს, გონი რაღაც ციფრული ლარი გამოვაო თუ რაღაცა. მაგ პროექტს როგორ უყურებ? აი ეგ არის ყველაზე ის სახიფათო. იმიტომ რომ ეხა მაგალითად ჩინეთშიც გონი მხოლოდ ციფრულად არის გადახდა შესაძლებელი და ესეთ პროექტები, სატესტო პროექტებიც არსებობს, რომ შეიძლება დაუშვათ რაღაც თუ არ დახარჯავ თანხას, ჩამოგაჭრიან. ანუ თანხის დახარჯვასაც მოგთხოვენ. ან შეიძლება პირიქით არ დახარჯო, თორე მეტით ჩამოგეჭრება და რაღაც მსგავსი ტოტალური კონტროლი შეუძლია. თუ თუდად მოიქცევი რაღაცას დააშავებ, შეუძლია გაგეყინო ანგარიში და ანუ მაინც კონტროლი მაგათა ხო აზრი არა. ხო, ციფრული ფულის შემთხვევაში მთლიანი კონტროლი ხდება. და ეხლა როგორიც არის ex jobs მაგას ex jobs ეხლა როგორც ქეში ეხლა გვაქვს შედარებით და ქეში შეგვიძლია გამოიყენოთ ის ჩვენი სურვილის სამებრ და მაგ შემთხვევაში როცა ციფრული იქნება ისე შეიძლება დაგახარჯიან როგორც მაგათ სურთ მოკლედ ეგეთი ისა. ელ სალვადორის ქვეყანა მაშინ რომ მას გადავიდა თლიანად კრიპტო ანუ მაგათ ვალუტა ხო ბიტკოინი გახდა რა? თუ როგორ იყო ანუ ბიტკოინი ქეშს აღარ იყენებდნენ და ეგ იყო მთავარი ხო? არა, ყველას იყენე მულტისავალუტოა როგორც ვიცი და უბრალოდ ბიტკოინს უპირატესობა ენიჭება. ანუ წახალისებულია კრიპტოთი გადახდა. გასაგები. და ისე შენი აზრით ანუ ქვეყანამ რო ადგეს და მთავარ ვალუტად ეს ბიტკოინი დაიდოს? კარგად წავა ყველაფერი თუ? ძალიან, მაგრამ ეს ეხლა ევროკავშირის რეგულაციები ძალიან ისეთია ამ კუთხით და მაგიტო არ შეუძლიათ უშუალოდ ევროკავშირში თუ გინდა შესვლა ეგეთი სავალუტო სისტემა ვერ გვექნება როგორც ბიტკოინი და აი ევროკავშირიც თუ შეიცვალა აი ამერიკის მაინც ამერიკა არის მთავარი ლოკომოტივი ყველაფრის ტრენდი მანდიდან მოდის და აი ამერიკამ ასუ შეცვალა ეგ მიდგომა ჯერ მაინც ბოლომდე არ შეუძლიათ რომ აი ბიტკოინი და კრიპტოები გახდეს უფრო მასშტაბური ხო ხელმისაწვდომი და მე ევროპას თუ მიყვა მე ჩვენ უნდა ვქნათ პირველი იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვარ და აი მაგ კუთხით არ ვიცი როგორ შეიძლება გაკეთდეს. ხო და ანუ ისე ბიტკოინით გადახდა როგორი წარმოგიდგენი ანუ მე რეალურად დოლარში და ანუ ვალუტაში აღარ იფიქრებ შემიტვინ და იფიქრებს რამდენი ბიტკოინით ვყიდულობ? ანუ ღირებულება ეკარგება მაგ დროს ბიტკოინს თუ ეგ როგორ არის? ბიტკოინს არ ეკარგება დაუშვათ ბიტკოინის ჩვენ ახლა დოლართან მიმართებაში განვიხილავთ, მაგრამ შეგვიძლია გავიხილოთ მაგიდასთან მიმართებაში, მიკროფონთან მიმართებაში. რამდენი ბიტკოინის $1 ხო ღირს დაუშვათ, ეს ღირს $10 ან რაღაც მსგავსი, ალბათ მეტი. ხო და აი $10 ნაცვლად ვიტყვით 0.00 რაღაც 1 ბიტკოინს. როგორც ოქროთი იყო ადრე შესყიდვები და რაღაცა. კი, ეგრე. ისე აი ხო იყო ადრე ოქრო რა, ოქროთი იყო სულ ყიდვა მერე გამითარდა რაღაცა ქეშე მოისა ისა და შენი აზრით ბიტკოინის მერე იქნება რამე კიდე? ბიტკოინის მერე არ წარმოვიდგენია რა შეიძლება იყოს. ჯერ არ მიფიქრე. ჯერ ბიტკოინი დავაფუძნოთ. ჯერ გააკეთოს თავისი საქმე და მერე ვნახოთ რა იქნება რა. ნელა ვითარდება ფულის იმაში თუ შევხედოთ თავიდან ქვა იყო რაღაც ბარტერი იყო შემდეგ ბარტერის ეხაც ტრენდში როა ეხაც რაღაც კომპანიებთან და რაღაცებთან ბარტერები არის და მოკლედ ვითარდება იმის მიხედვით რომ ადამიანების მოთხოვნილების მიხედვით ეხლა ქეშის ტარება ეხლა არ შეუძლია ბევრს და რაღაც არაკომფორტულია და მოკლედ ეს კრიპტო ყველაფრით ყველანაირი პლუსი აქვს მოკლედ ჩემთვის ეხლა მინდა ბოლოსკე რომ გავდივართ აი შევაჯამოთ ეგეთი რაღაცა რომ აი დღეს ყველაფერს ნულიდან იწყებდე რა როგორ დაიწყებდი ტრეიდინგის შესწავლას, როგორ შემოხვიდოდი ამ სფეროში და აი რა ნაბიჯებს გადადგამდი და როგორ განვითარდებოდი რა? კი. პირველ რიგში თავიდან რა შესწავლის დაუშვი, მეც ეგრე ვფიქრობდი რომ ანუ უცებ გამდიდრება რაღაცა. იგეთი ის მქონდა დამოკიდებულება და პირველ რიგში საფუძვლებს შევისწავლიდი რა არის თვითონ ბიტკოინი, გავიგებდი და ანუ როცა იმით ასე მოიხიბლები, მე უფრო მარტივია ხა ჩემთვის ისეთი სფეროა, რომელიც ანუ მაინტერესებს ძალიან და ისე ვარ რა ინტერესით უყურებ და აი ეგრე როცა შეხედავ და ეგრე დაიწყებს სწავლას და არა იმით რომ ანუ ფულის შოვნა რაღაც ესეთ გავაკეთოთ მაგ შემთხვევაში უფრო თან გესიამონება და თან უფრო მეტ სარგებელს მიიღებ ამ სფეროდან თუ სარგებელს უყურებ და პლუს ცოდნასაც გაიღმავებ
მოკლედ ეგრე შეგიძლია დაიწყოთ, რომ ესე ჯერ საფუძვლები რა არის თვითონ რას წარმოადგენს, შემდეგ YouTube, Google, ChatGPT, Google მოკლედ ChatGPT-მა შეცვალა და ამით შეგიძლიათ და პლუს მენტორებიც არის ბევრი სხვათა შორის ახლა საქართველოშიც არის და შეგიძლიათ მაგათაც დააკვირდეთ, გადახედოთ რაღაც, მაგრამ რავი, მე უფრო საკუთარი იმით ინიციატივით ხო ფინანსավորით ვანიჭებ უპირატესობას. ისე ამბობენ ხოლმე რომ აქ ტრეიდინგზე რეალურად რამდენიც არ უნდა ისწავლო რა სტრატეგიებიც არ ნახო, ბოლოს მაინც თუ შენ თვითონ შენი სტრატეგია არ შექმენიო, მაინც კი, მეც ჩემი ინდივიდუალური სტრატეგია მაქვს რაღაცებში. იმ მენეჯმენტ ფულს სჭირდება მენეჯმენტ პირველ რიგში და ტრეიდინგი და ტექნიკური ანალიზი კიდევ მეორე თემა. ანუ თუ მენეჯმენტს ვერ გაუკეთებ სწორად რა თანხით ივაჭრო, როგორ ივაჭრო, როდის მოხსნა და ასე შემდეგ, მაგას ვერ გააკეთებ სწორად და შენ ფინანსებს და ასე შემდეგ ვერ დამეჩ, ანუ შეადარებ, მაგ შემთხვევაში ვერ მიიღებ იმას სწორ სტრატეგიას. საერთაშორისო დრამა ისეთი დაწერილი კანონი არის, რომ აი სიტყვაზე თუ ტრეიდერობ ან რაღაცა ეგეთი სტილის ფინანსური მისი გქონდეს. ხო, რაღაც 5%-ით ან 3%-ით მეტით არ უნდა ივაჭრო რაღაც ეგეთი შენი მთლიანი კაპიტალის ეგეთი თემები არსებობს. ეგეთი რაღაც დაწერილი ან stop loss-ი არის, ანუ ის ტარგეტი რა შემდეგაც პოზიციას ხურავ და აი stop loss-იც არ უნდა იყოს ძალიან მაღალი იმიტომ რომ ანუ მაშინ აზრი არ აქვს თელეფონი რო დაკარგო დაკარგე რა აზრი აქვს შენ stop loss-ის განმარტება არ ვიცი ხო რა stop loss ხო stop loss ვინც უყურებს ამ პოდკასტს ავადოთ კრიპტოში რაღაცა ვინც მოვიდა უკვე კი ისე ტრეიდინგში რა ხო არის isolate და crossed შენ რომელში უფრო ტრეიდობ ხოლმე ანუ არა აქვს მნიშვნელობა იზოლირებულს გახსნით თუ cross, იმიტომ რომ stop loss-უ დააყენებ, ძირითადად 100-ში ქვემოთ ხო იქნება და მაგიტო ანუ არა აქვს მნიშვნელობა მაგაც. და ისე მოგების მხრივ რამე განსხვავებას მომცემს? იგივეა მაქრო თუ stop loss. უბრალოდ ლიკვიდობა, თუ stop loss არ აყენებ, ლიკვიდობის ის არის. ლიკვიდობაა სხვადასხვა მაგ შემთხვევაში. ანუ რა თანხაზე წააგებ მთლიანად. აჰა, გასაგები. კარგი, მადლობა რომ ესტუმრე. მეგობრებო, მადლობა რომ უყურეთ ბოლომდე პოდკასტს, აუცილებლად მოიწონეთ, გამოიწერეთ არხი და შევხვდებით შემდეგ პოდკასტში. აბა დროებით. მადლობა, კარგად. დროებით.